ეხლა ვიმყოფებით ჩვენს განუყრელ სპონსორთან აპო მოტორში, ბელიაშვილის 115 ნომერში. როგორც იცით, წინა ვიდეოში King of the ვიდეოდან, სადაც დავამარცხეთ 87 დრიფტერი, 98-ე ჩვენ ვიყავით, 88 კაცს ჰქონდა დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობა მიღებული, რაც საქართველოს მასშტაბით არის რეკორდი. ეხლა დავბრუნდეთ ჩვენს ლოკაციაზე, რატო ვიმყოფებით აპო მოტორში, იმიტომ ვიმყოფებით აპო მოტორში, რომ ჩვენი ვიდეოდან გავათამაშეთ მოვლის საშუალებების, ესე ვთქვათ, პატარა ბოქსი, 5 ნაკრები, რომელიც გადაეცემა ჩვენს ერთგულ გამომწერს გიორგის, რომელიც დიდი ხანია დრიფტში ჩართვის დღიდან გულშემატკივრობს და დგას ჩვენს გვერდზე. ეხლა წუთი-წუთზე უკვე გიორგი აქ მოვა, ჩვენ გავამზადეთ მასზე მორგებული მოვლის საშუალებები ავტომობილის, რომელსაც ჩვენთან ერთად და მასთან ერთად ნახავთ. იმედი მაქვს, რომ ძალიან მოგეწონათ ჩემი წინა ვიდეო, King of the Drift-ის ვიდეო და სხვა დანარჩენი ვიდეოებიც, თუ რა არ მოგწონთ ჩვენ ვიდეოებში და რას გამოვასწორებდით. დაგვიკომენტარეთ, ყველანაირ კრიტიკას მივიღებთ, ჯანსაღს, ოღონდ მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, რომ გადაუზიაროთ ჩემი ვიდეო, ჩემი YouTube არხი თქვენს მეგობრებს, ვისაც უყვარს ავტომობილები, ვის დაინტერესებულები არიან ავტოსპორტის სახეობებით, სხვადასხვა რაღაცეებით, ესე ვთქვათ და გამოიწერონ ჩვენი არხი, რომ მალე გავათამაშოთ Drift Car E36 და ყველაზე მთავარი, მეგობრებო, სულ მავიწყდება ხოლმე რომ გითხრათ, რომ აპო მოტორში არ არის მხოლოდ ძრავის გადაცემათა კოლოფის, ხიდის და სხვადასხვა ზეთების შეცვლის სერვისი. აქ ჩვენთან არის როგორც თვლების შესწორება, ანუ რაზვალის გასწორება, ასევე სხვა უამრავი დეტალი, ტორმუზის ხუნდების შეცვლა, აპორნების შეცვლა, მინისაწმენდების შეცვლა, ძალიან ბევრი სხვადასხვა დეტალი, რაც კონკრეტულად ავტომობილს ჭირდება. ეხლა კი მივესალმოთ გიორგი ჩვენ გამარჯვებულს. სალამი, გილოცავ გამარჯვებას. მეგობრებო, ბევრი უნდა დააკომენტაროთ, რომ თქვენს გახდეთ ერთ-ერთი გამარჯვებული, როგორც გიორგი არის. შეგირჩიეთ ძალიან კარგი რაღაცეები, მანქანის მოვლის საშუალებები, როგორც ვიდეოში ვთქვი. ეხლა შევიდეთ, პატარა ინსტრუქციას გაგიკეთებ, თუ რა რისთვის არის, ესე ვთქვათ. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონება და იმედი მაქვს აპო მოტორსთან გააგრძელებთ თანამშრომლობას, იმიტომ რომ კიდე პატარა პრიზი უნდა გადმოგცენ მათ სამომავლოდ, რომელიც გამოგადგება. წამოდით. მოგზანდი. სამუშაო პროცესია, შემოვიჭერით სამუშაო პროცესში, მაგრამ ეს უფრო ბუნებრივია ხოლმე ყოველთვის და უფრო უკეთესია ხოლმე. მეგობრებო, ეს არის ფერალის მოვლის საშუალებები, ესე ვთქვათ, სალონის საწმენდი, საბურავების გასაშავებელი, აპორნი დისკების საწმენდი, რაღაცების შესაზეთად, ესე ვთქვათ, ეს ბეშუმის მოსაშორებელი და ესე ვთქვათ, უამრავი სხვადასხვა სახეობები, სხვადასხვა მოვლის საშუალების სახეობები, ბევრნაირი, ესე ვთქვათ, მანქანის საწმენდებიც აქვთ და რა ვიცი, ფერალს, ესე ვთქვათ, თავის ღრუბლებიც აქვთ. ეს არის ჩვენი გამარჯვებულის 5, რომელიც შევარჩიეთ ჩემი ინიციატივით და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონება გიორგის. ეს არის მანქანის პლასმასების გასაშავებელი სალონის ბაბელგამის სტუნებით. ეს არის სალონის ტორპედოს მოვლის საშუალებები ვანილის სტუნით. ეს არის საბურავების საწმენდის სილიკონის, ანუ არა 800 და კაფი ხო აგზავნით. ეს არის სილიკონის, რომელიც დიდხანს იტოვებს. ეს შეგირჩიე ზაფხულის მინის საწმენდი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ კარგი ამინდები გვაქვს. ეს ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ ზამთარი მოვა და ზამთრის მინის საწმენდი სითხეა. ეს სალონის რა ხმაურია. ეს არის სალონის ძალიან მაგარი საშუალება, ჩემ მანქანაზე გამოვიყენე. ეს ვთქვა სიდენიებსაც ქვევით ნოხ სხვადასხვა ლაქები რაც არის, დაასხავ 2-3 წუთით გააჩერებ და მე აი ამ ტილოთი მოწმინდა უბრალოდ და ის ლაქა აღარ ექნება. და ეს როგორც გითხარი, ჩემ თავზე გამოვცადე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. ასევე ეს არის მანქანის საფრქვევებში, ჰაერი საიდან ეს მოედინება, იქ რო შეაფშურო და კარგი სუნელი წარმოშვას შენმა ავტომობილმა, ეს სტანდარტული სუნის პატარა ყუთი, რომელსაც გახსნი და დაახლოებით ეს ადგილას უნდა დადო, სითბომ დაუბეროს ჰაერმა, რომ ამოირქვეს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის ფერალის ბრენდის, რომელიც ექსკლუზიურად შემოაქვს აპო მოტორს. ესეც კიდე ლაითი სუნი არის და ეს ღრუბელი, რა თქმა უნდა,
ზამთარი კი მოდის, მაგრამ აუცილებლად დარწმუნებული რომ გამოიყენე ბევრ რაღაცაში და ეს გაგიკეთე კიდე ვაქსი, ესე ვთქვათ, ყველა მიგვაჩვეს მათ შორის მეც ლარიან სამრეცხაოს, რასაც ვეძახით ხოლმე, თვით მომსახურე სამრეცხაოებს, ყველა მიჩვეული ვართ და იქ რო გარეცხავ მანქანას, მე შეგიძლია ეს ვაქსი მიაშხურო შენს ავტომობილს და რა თქმა უნდა წყლით უნდა ჩამორეცხო ისევ და გამშრალება აღარ დაჭირდება ხოლმე ავტომობილს, ეს წვეთები თავისით ჩამოერიცხება, რაც ძალიან მაგარია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოგეწონება, ძალიან გამოგვადგება და სხვა ერთი ის მინდა დავამატო, რომ ყველა მინდა რომ იაქტიუროთ კომენტარებით დაწერაზე, რადგან მომდევნო გამარჯვებული იყო თქვენ. კიდე გვაქვს ძალიან მაგარი საჩუქარი შენთვის, რეინოლის დირექტორი, ეხლა ჩვენთან ერთად არ იმყოფება, ბატონი ირაკლი, მაგრამ ირაკლის მითხრა, რომ შენ გადმოგცემენ საბითუმო ფასებში ყველა ნაწარმს, რაც მომავალში დაგჭირდება, ეს იქნება ძრავის ზეთი, ეს იქნება ეს სითხეების მოვლის საშუალებები, აკუმულატორი, მინის საწმენდი თუ სხვა რაც კი გააჩნიათ თლიან აკუმულატორს, ყველაფერს მიიღებს საბითუმო ფასებში, შენ სახელდაგვარს და შენ პირადობით მოინიშნავენ გოგონები და როცა მოხვალ და რა სერვისიც არ უნდა დაგჭირდეს, ყველაფერს მიიღებს საბითუმო ფასში, როგორც ჩვენი გამომწერი და ჩვენი გამარჯვებული. ძალიან ბევრი წარმატებები და იმედი მაქვს კიდე შევხვდებით სხვადასხვა რბოლების დროს. ვიცი რომ ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე ჩვენ რბოლაზე. თითქმის ყოველთვის. კი ბატონო, მეგობრებო, ეხლა კი გელოდებათ ძალიან მაგარი სახალისო ეპიზოდი დარჩით ჩვენთან ერთად და იხალისეთ. ახლა ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაპირებული კონტენტით. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, შალიკასთან რო ვიყავი და ვიხალისეთ, გავერთეთ, ესე ვთქვათ, გასართობი კონტენტით. დიდად რო გითხრათ, კომენტარებიდან ამოვარჩიეთ, მოგატყუებთ, უფრო ჩემით გადავწყვიტე, რომ შემდეგ სტუმართან მივსულიყავი ალექსანდრე ხეროდინაშვილთან, ჯეიზეტების მამასთან. ეხლა რატო ვიმყოფებით დღეს აქ, ამ ყველაფერს პატარად მოკლედ მაქსიმალურად მოგიყვებით და მე უკვე სანდრო გველოდება თავის სამფლობელოში, გადავიდეთ სანდროსთან. აქვე ვიტყვი რომ გოქსიკამ უკვე მოაგროვა ნიუთები, რის გამოცნობაშიც ერთმანეთს შევეჯიბრებით, რაც ჯერჯერობით არ ვიცი და იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებ ამ ბრძოლაში, წინაზე ნახავდით შალიკასთან წავაგე სულ რაღაც ერთი ქულით და რა ტომაც გითხარით, რატო ვიმყოფებით აქ. მოდი დავით, ეხლა მინდა განახოთ აქით ჩემი მომავალი ძრავი, რომელიც განთავსდება ჩემს Toyota GT86 ჩანს. დაბლა ჩაწია ჩვენ. ეს არის ჩემი ძრავი, რომელიც უკვე ეს შუქსაც ჩავანათებ, რომელიც უკვე გამზადებული არის და მორგებული გვაქვს ჩვენი ეგრეთ წოდებული კოვანი პორშინები. თავსახუპი, ანუ გალოკაც მზად გვაქვს, ნასოსიც შემოწმებული გვაქვს ზეთის, ყველა დეტალი, ესე ვთქვათ, მომზადებული გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ გვაკლია ერთი პატარა დეტალი. აი იქ მივიდეთ, წამოვანახოთ. ტელეფონზე როგორც ვესაუბრე ჯეიზეტების მამას, ალექსანდრე ხიროდინაშვილმა, მანაც კი მითხრა, რომ ეს მეც პირველი რო ავაწყე ჯეიზეტიო, მეც პირველად შევცვალე. ანუ აი ეს ბერკეტი, რომელზეც შიდა ძრავის დამჭიმი დგას, რადგან დიდ მაღალ ბრუნებზე დავდივართ დრივჩი და ხშირად ვაძლევთ გას და ვუშვებთ, ეს დამჭიმი ესე ვთქვათ, ცამაშობს და ამიტომ ეს ბერკეტები ადვილად ზიანდება და ამიტომ ეხა შევიძინე უკვე ეგ ბერკეტი, ველოდებით ძალიან მალე ჩამომივა. დღეს როგორც გითხარით, არის 15 რიცხვი, არის შაბათი დღე, ასევე ველოდები ორ შაბათის გათენებას, რომ წამოდი რაღაცა ვანახოთ. რომ ორ შაბათს უკვე უნდა შევუკვეთო აი ეს ნაწილი, კონკრეტულად აი ზუსტად ესეთი გადამყვანი, რომელიც დადგება აი ეს ორი ჯეიზეტის ბელჰაუზე, აი ეს და ჩემი გადაცემათა კოლოფი სამსონასი პირდაპირ დავაყენებ ამაზე. ორ შაბათს უკვე ამ დეტალს შევუკვეთავ. აქეთ წავიდეთ, წავიდეთ უკვე ნელ-ნელა სანდროსკენ. ორ შაბათს უკვე მაგ დეტალს შევუკვეთავ და როგორც კი ჩამოვიდე დეტალი, დავიწყებ ძრავის აწყობას, რომელსაც აუცილებლად განახებთ დეტალურად როგორ ავაწყობთ ორ ჯეიზეტს, რომელიც იმუშავებს 1000 ცხენის ზალაზე
და იმედი მაქვს რომ ძალიან მოგეწონებათ და სახალისო ეპიზოდი გამოვა თუ როგორ ავაწყობთ 1000 ცხენი ძალიან 2J-ზეც. ახლა კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს სპონსორებს Apo Motors და Rom Petrol საქართველოს, რომელიც ჩემს გვერდში დგანან მთელი დრიფტის მოღვაწეობის დროიდან და როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, ალექსანდრე ხეროდაშვილი გველოდება უკვე ჩემი ბიჭების იქ არიან, მაგილა, გოგიტა, რომელიც დაგვეხმარება და გადავიდეთ ნახოთ თუ რა ნივთებში შეგვაჯიბრებს გოგიტა, რა მოიფიქრა წინაზე ვნახეთ პინომ, რომ ქაბაბები და ხაჭაპურები მოგვსვა. დღეს რა იქნება გოგიტას ფანტაზიები? ხო, მე ცოტა სხვა სტომი მეთქმა, რა იქნება გოგიტას ფანტაზიები, დათუნა მართა ითქვა. ნახოთ რა იქნება გოგიტას ფანტაზიები, ასევე არ მინდა რომ გამომრჩეს მაისტრთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის წევრების მაისტური, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვაქვს და არავის სხვას. ამ ვიდეოს კომენტარებიდან გავათამაშებთ ამ მაისტრს, ასევე ნუ გავიწყდებათ ეს ავტომობილი კომენტარებში ყველამ დაწერეთ. მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტკარი და თქვენს მეგობრებს, თქვენ ახლობლებს გადაუზიარეთ ჩვენი YouTube გვერდი, რათა ყველამ გამოიწეროს ჩვენი არხი, ავიდეთ 23000-ს გამომწერდეთ ძალიან მალე და ეს დრიფტკარი აქედან წავიდეს. ოღონდ ესეთ მდგომარეობაში არ წავა, სულ გპირდებით, რომ აი ეხა გავაკეთებთ. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივახციეთ მოლაპარაკებებს ჩვენ სპონსორებთან, ამიტომ ისევ ხსნილია ამ ავტომობილთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. იმედი მაქვს გამოჩნდება ვინმე სპონსორი, ვინც ჩაერთვება და ჩვენთან ერთად გააძლიერებს ამ მანქანას და გაალამაზებს, თუ არა და ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ძალებით ამ ყველაფრის გაკეთება, რისთვისაც ძალღონეს საერთოდ არ დავიშურებთ. და უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, თავი მოგაბეზრეთ, წავედით ალექსანდრე ხეროდილაშვილთან. წავედით, წამოდი, დავადგეთ. სასმელი დამრჩა, როგორც მითხრეს, ბევრი კროკოებით გაგიმასპინძლდებითო და ნახოთ, აბა წამო რა იქნება. ვა, ეს რა მაგარი კამრი არის, თო? ვისი კამრია, ხო არის, ჩემი? ჰა? წამო, აბა დავადგეთ ბიჭები. აქ არიან ხეროს ყველა მანქანაზე ხერო აქვს ნომრები. წამო JZ-ების მამას დავადგეთ. მოვედით რა კონკრეტულად შენ ვიდეო. მოვედით, შემოვედით. მოგესალმებით. სასმელი ვიკისრეთ. სალამი. კიგნახეთ ბიჭებო თქვენ, მაგრამ კიდე მოგესალმებით. მოვედით როგორც გითხარით JZ-ების მამასთან. ნახე მოიცემი. ნახე, იქაც JZ-ის ვხედავ. იქაც JZ-ია, იქაც JZ. იქაც JZ. X2J-ია აქ. აქ X, ანუ ძალიან ბევრი JZ-ის მამასთან მოვედით, როგორც გითხარით. ერთი JZ-ია, მაინც არ მოგატყუოს. იქეთი JZ-ია, ხო? დათუნ დაგვიბრუნდი. მეგობრებო, როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, ძალიან გასართობი ეპიზოდი გამოგვივა, იმედი მაქვს. დაახლოებით ცოტა ხნის წინ ტელეფონზე რო ვისაუბრეთ, აგიხსენი. ეხა კიდე გეტყვი გოგას ფანტაზიები სადაც ნახიც მაგ კიდევა ძმაო შენი. კი ბატონო, გამოიწერეთ თქო, მე რო თქვა, ეხა სანდროს არხი თქვა, ჩემ არზე ცოტა ისეთი. შენ აფსები სახტი ხა დედას ვიცავა. მე 4000 გამომწერი მყავს და მე რო თქვი, ჩემ მეგობრებო. ვისაც არ გაქვს სანდროს არხი გამოწერილი, გამოიწერეთ ყველამ. ესე თქო, დაუბრუნდეთ, სადაც გაგვიშვა გოგას ფანტაზია. ის ნივთები გვექნება, მაგრამ თავარი ამოცანა არის, რომ დეტალები უნდა იყოს ავტომობილის და უეჭო, ეგ უნდა მეკითხა, რამე დილდო და რაღაცა შავი დილდო და რაღაცა. შეიძლება, არ ვიცი, ეს იმის ფანტაზია არის. და რომ ეს ხელი უნდა კონდეს, უნდა ხელზე დაგიდებენ და. და აპასნია ძმაო. გოგას ფანტაზია სადაც გაგვიშვებს, ეგ იქნება რა. დავცხოთ ეხა თლიანად ვენდობი. მე არ ვიცი, ანუ რა არ ვიცი. არასამართლიანი გამოვიდოდა რომ ცოდნოდა რა იქნებოდა რა და. გოგა იმედია, ნასვამი რაღაც ხო არა, ხოჯანზე ხარ. ხო, ოკეი. სო, დავაი, შეგვიძლია აქ მოვთავსდეთ. ესე გავიყოთ, რომელს გვინდა. ჩემს არ აქვს შოუ. შენთვის მნიშვნელობა თუ რომ მე იმას გავიგეთ, თუნდაც ჯეირანი. ეს არ ვიცი ის არის, მოიცა რომ გავიკეთო დაბლიდან ჩანს თუ არა. მოიცადე? ჩემი კაი. ეხა ეგ მაგას ვერ იკეთებს თან, თო. ეს ის არის, რა ქვია. გაფუჭებულია, სხვა გვინდა. ხო. ეხა მოვძებნოთ ახალი თვალების შესაფუთი რამე და დავიწყდეთ. არა, ამას თუ გადაიჭინებ. ეხა ესე თუ არ მაინც ესე თუ არ ესე ხედავ დავლა რა. არა, ესე თუ გაიკეთე, ოკეია. კაცი ამას გადავჭინავს და მოგინა შენ გაიკეთე ოფშავ. სო, ვიწყებთ ეგ. ტყილა მაქვს ესე ხელი თუ არა, ვიწყებთ. მოვალ თვითონ გეტყვი მარტივებით ვიწყებთ კარგი. თან ხელი გედოთ ეგრე? მოიცა ორივე ხელი ჩემილია, ხო? კი, ჯერ დავდებ და მე. თან სხვადასხვა თემები. მარტივებით ვიწყებთ. ეს ზეთის მოსაშვები არის. აუ ჩემი კაცი.
ის არა ქვია. თან რაღაცებს კითხავს სანდრი. დავაი. კი ვერ ხედავ, მაგრამ უთო და უცნაური იქნება. როცა ახალს მოგვიტანთ ხოლმე და ან ძველს წაიღებთ ხელები გამზადეთ. საბურავის დისკის ჭანჭი კი არა და გაიკა. კაი, შენი იყოს. ოკეი. ერთით. ხელი გამზადე გიო. ფუ, არა. ჩასაპრესი. ხო. არა. ჩასაპრესი, მოგიგე. მოიცა. დაკლევკების გასაკეთებელია. ჩასაპრესი. მოგიგე. რა ჩასაპრესი, ბიჭო, ვინ არის ჩასაპრესი? აი რო პრესავ რა დაკლევკე. აზრობრივად ჩეგილია თქვა. მაიცა? უყურე, მოიცა, ჯერ ესე წაიღე ხოლმე. აბა დავა კონკრეტოთო ისაო დაკლევკები. ჩასაპრესი რა. ეს გერმეტიკის ისა, ბიჭო, მანქანის ნაწილები უნდა მოგვიტანოთ, სანდრო. ნახეთ, ფანტაზია მად გაუშვა გოგა. მანქანის ნაწილები უნდა შეგეგროვები. აი, გამზირდადე ხელი. საძირდა. ზიმეა უეჭველი. ეს რა არის, ჩემი კაცი? ეს რა არის? რაღაცა იმას გავს რა ქვია, კითხე. ამოსაპრესია შკივების? არა. ისა რა ქვია, ამორტიზატორის ის არის? შაისი? ჰა? რა არის, აბა, კარგად. ამორტიზატორაზე დგება ქვევიდან, არა? კი. ხო, ეგ არის, ჩაშკა. ოკეი, ჩაშკა. 4-1. ხელი გამზადე გიო. ბიჭო, ამოატრიალე ხელი. სანდრი, ხო. დრივჩი რა საპირეს მომოვასწროს. დამკეტი არის კრანი. ხო, ეს რა გააზრე. დრივჩი რა საპირეს მომოვასწროს. ბიჭო, თუ ვიბაზრებ რა გეგმები გვაქვს მოგვიყევით რა. იმის სტენდი არის ჯეკ სტენდის თავი. ბიჭო, მანქანის ნაწილები უნდა მოიტანოთ ამას. პროფილაქტიკის მუშები გაქვთ ქემიკალი. ვეღადავები. ჰა? დრიფტკარს ამის garaშე ვერ ააწყობთ. მეჩი კი მომცა. მეჩი, ხო. რაგაცარი, მაგრამ გოგა. ეცა ნაწილი აღარ მოგის. მანქანის ნაწილები უნდა. პორშინი დაიდოს. მანქანის ნაწილები. შატუნი. ეს რა არის რა? სვარკის თავი არის? სვარკის თავი არ არის? აი, კემპის თავის. ეგ არის ახლა? კი. ჩემი კაცი. მე არ დამისვარკებია. გოგა. სადახარ მანქანის ნაწილები უნდა იყოს. ეს რაღაც კრუჩოკივით რაღაცა. იმ კაპოტის კარები დამკეტია, ბრატ, კარები. კარებისა? გოგა. მანქანა, ვიდეო მანქანა. დადე? ეს უნდა გავხსნათ? ეს არის იმის ჩამოსაკიდო, კისახოთის. არა. კაი. ბენზინის ფილტრი არის. ბენზინის ჩემი კაცი. ესეთი პატარა ბენზინის ფილტრები, გაგიჟო რა არის? ჩვენ ბობოლები გვაქვს, ძმაო. ჩვენ გვაქვს აი ამ ხელები, აი. რაღაც ფილტრი რა, რაღაც ისე ეგეთი. დამცველი. ვისი დამცველი? თუ ეგონაც უნდა მეთქვა 10-იანი იყო თუ 20-იანი. ჰა? დავაი, დაიდოს. ჩემი კაი. დადეგიო? დავებიან ეს. ეს რა არის? რა ფილტრივით რაღაცა არის? არა. რა ჯანდა? ეს ის თავსახუპი არის რაღაც ისე. რის? წყლის რაღაცა რეზერვუარი, რა რაღაც ის. ხო არ გადაო, ეს რა? რეზერვუარის თავსახუპი არის, მაგრამ რაში გამოიწვია? აი რაშილი წერლის ან რაღაცა იგეთის. რაო, ჩემი ეგ არის, შენი რა არის? მისის იგივეა. თავსახუპია რა ვიცი. წყლის. ხო, მაგრამ რაში? აქ დასაერთებელია, დაუერთებ და ავაყუმებ რაღაცა. წნევით რო გავუშვა. ხო, ეგ არის რა, გამოიცაი თავსახუპია რა ვიცი. თავსახუპია, ხე რო გიგებში. დავაი. პროსტა მანქანის ნაწილებში მე მგონი ცოტა ავსწრებ რა. მე ზეთი, ATF. ATF. ზრავ 540 ზრავის. ATF არისო კაცო. რაში კაროკის დარჩა, სხვა რაზეთი არის დარჩენილი ჩემი კაცი. და მოусვინე. გიდრაულიკის რა ATF-ი ზეთი. კაროკის? ხო. ჩემია? კაროკა თქვი რა. კი, ვერ მოიგე. ეს არის 10-ია. 10-ია? კი. თუ 11-ია. 10-ია. თქვით რომელია, sorry. 10-ია? 10-ია. 10-იანი ისე მჭირდება ხოლმე. შამპური.
ეგ არის ხო? ხო, 7. შამპური გააძ. აბა მანქანის პრინციპში მანქანისებში ხომ წვა დაუხმოება ბაზარზე. ოპა, რაღაცა ეს რა არის ხა, პროსტო ხელზე. ფარსუნკა. არა. კი არა, ის Switch. ხო, ფარსუნკა. რა ბოლო. ვითვაზე ბოლო კარგად გადავწყვეტ. ხამუთი. ვიდეო ფინიში კი არა. მოიხსენე სათვალ. ბოი, ხამუთიო, ჩემი დედო. არა, მე მგონი ოდნავ დამასწრო. ხაბრუ მე ხო ოდნავ დამასწრო. ხო. ვითვაიფო რაღაც. აი გონკა ოფიცა. კაი, ხო, ერთნაირი მონაცემები დაახლოებით გვაქვს. სანდრიკ. ხო. თავარი მაინტერესებს ყველაზე ძალიან მომავალ წელს რას აპირებ დრივთან დაკავშირებით ჩვენს უკან ყოფება შენი განუმეორებელის ახალი სიუია სიტუაცია მაქვს ეგეთი რა რომ მოგვიყევი აკრას ეხა დავწერე რაღაც პროექტის სახით რომ ანუ მომავალი წლის გეგმა ჩემი აზრით რა არის ანუ სად გამოვჩდებით რა იდეები მაქვს გარდა იმისა რომ დრიცე გამოვიყვანთ ამ მანქანას რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ PR-ის თემაში გეუბნები რა. ხო და მივდივარ კომპანიებთან, თავაზობ ამას და თუ რომელიმე კომპანია წამოვყვა, რომ მოდი ეს გავაკეთოთ, მათ შორის ყაზახეთის გეგმაც მაქვს რა, რომ ყაზახეთში ჩავიდეთ. შეიძლება იყოს ის სიტუაცია, რომ არჩევანის წინაშე დავდგერო, აი, აქვია რომ თუ ყაზახეთში ვიარო. თუ მაგალითად რაღაც ჰიბრიდული ვერსია გავაკეთო, რომ აი, აქ ამდენი ეტაპი, იქ ამდენი ეტაპი რა. ყაზახეთში 3 ეტაპია და ცოტა აგაკდება. ყაზახეთში ხო 3 ეტაპია, უბრალოდ ყაზახეთში სულ რომ მანქანა გაუშვა, გამოუშვა, მაინც ხარჯია. ცოტა რთული თემაა. ცუდი რაღაცას მოკიდე ხელი მანქანა გაუშვა, გამოუშვა, ცუდი გამოცდილება იყო, აი ეგ მგულში ჭვალავს, იმიტომ რომ ირაკლის მანქანა კიდე არ ჩამოსულა. სილუე. 15 ნოემბერია. მოიცა, რომელი სილუე? SX-ი რა, სილუე არა, SX-ი სილუე. 200 SX-ი სილუე. ეგ როდის გამოუშვეს? შეჯიბრო მურჩა მალევე ერთ კვირაში. ოკეი. მეთქი იმ პერიოდიდან ხო არის ახლა. არა, რა იმ პერიოდიდან. 2 წელია მანქანა. ეგ ბაზარია. შალი კარითის გამოდიოდა მანქანა რა გჭირს. მანქანა გამოგდოს კიდე არ ჩამოსულა მანქანა. ხო და რთულია რა. სასერვისოთაც რთულია. ეხლა უყურე, დაუშვათ დასტუკე მანქანა რა. იქ უნდა დატოვო და იქ უნდა გააკეთო. ეხლა ჩამოიყვანე ასბორე და ანუ კარჩ რთულია რა. ეგეთი რაღაცა. დახვედი მანქანა არ უნდა გესტო. აი როგორ ყოველ შეჯიბს და ეგრევე ვიძახი რომ მანქანა არ უნდა დაისტუკოს, მაგრამ ხდება ხანისტუკება, ხან არის. JZ-ების მამა, მეც JZ-ი მექნება მალე და კაია. იმედი მაქვს ძალიან მაგრად გაამართლებს იმ იმედებს, რასაც ვაპირებ რომ სხვათა შორის გამოცდილება რაც მივიღე, როგორ არის, იცი რომ კამერაში ვიყურო ხოლმე? ჩემი ის კამერა აქ რო დადო. გამოცდილება რაც მივიღე, JZ-ის ახასიათებს უბრალოდ ბევრი წვრილმანი პრობლემა აქვს ხოლმე. სხვადასხვა იმას ძრავს რა, აი ზოგან ამთვლელი ატრაკებს, ზოგან რაღაც ატრაკებს და რა წვრილმანები, მაგრამ იტვინს გიბურღავს რა და ჯეის ეგეთი რაღაცები ახასიათებს ნაკლებად. თან მით უმეტეს გამოცდილება რომ გიგროვდება, მე ყველაფერს აგვარებ გამართლებს რა. კარგი პროგრამა ჩაწერო, კარგი საწვავი ჩაასხარ, კარგი ნაწილები უნდა, თავიდანვე კარგი ნაწილები უნდა. მე ერთი ძრავი გავხეთქე იმის გამო, რომ ჩინური შატუნი მეყენა, რომელსაც მოთხოვე 3 წელი 8000 რახარუხი. ხო და გაწყდებოდა ეხა თავისთავად რა სადღაც. ეხა გამოვწერე სპეციალურად AirPace 2000 რო არის, ხო იცი, ეგ კი არა, 625 პლუსი, უფრო ძლიერი ვერსია. ხო და ეგეთ რაღაცებში ვიზღობ თავს. ხო, მივხვდი. იდეა ეგ არის ზუსტად რა, რომ შეჯიბზე რო გავა. და კიდე საინტერესო რა არის, იცი რომ ეხა შეჯიბრების თემა თუ აეწყო რა. მე მაგშატოს ვაყენებ ეხა და 3 წელი არ არის ცოტა. 1 წელი იმუშაოს. მაგას ვიძახი 3 წელი რო აი მართლა თუ დაადე ყავს მანქანა, თან მე არ ვიდოდი. 7800 დავატრიალებ, მეტი არ ვიცი. 7800 ვიყავი და 8000-ზე გაწყდა. 7800 დავატრიალებ. ხო და 1 წელი უნდა იხმარო და მე უნდა ამოიღო ჩემი აზრით. დრიფტია საუბარი თორემ ტრაგზე ვიცი რომ ხმარობენ ბიჭები. ეგრევ გეგმაო რომ დაახლოებით 1 წელი ხარ აძრავს დავაწყობ. შემდეგი სეზონი მაგით ვია რომ ჩემი გეგმები არის რომ თუ გამოვა ყაზახეთში მინდა რომ წავიდე. შენ რა შვები მოიცი. თუ არა და ეგ ჩემი ხო გავიგე ანუ მე ბევრი რაღაცა მინდა, მაგრამ ყველაფერი ფინანსებთან არის დამოკიდებული. როგორც ჩემთან სამწუხარო და გეგმა მაქვს რომ წავიდე ყაზახეთში. ხო. მაგრამ მაშინებს რაც გითხარი, მანქანის გადაზიდვის თემა მაშინებს. საბოლოო ჯამში ერთი მანქანა ყავს, ხო შენც? ეხა აი რითიც ანუ GT და 36-ის ყავს. ეგ ძალიან მაგარია, ერთ შეგიძლია გაუშვა და მეორეთი აქ იარო, ეგ კაი ფუნება იდეაში. თემა ისაა რომ აქ შედეგი ვერ მივიღე სიარულით და წვალებით.
ხო, ეგ მეორე შედეგი თემა კი არის, უბრალოდ მე როგორ თემა ვქცი? ულახტილად რო გითხრა რა. შედეგი ერთია და მეორე არის რაღაც პონჩი პასუხისგებლობას გზნობ ხალხთან, ვინც გქომაგოს, იმიტომ რომ თავარი არის ეს. ვინმე თუ მხდება ქუჩაში. კი არ მეუნება რომ რა მაგარი იუთუბერი ხარო, ანუ გქომაგო ხო, შეჯიბრზე იყო. და როდის გნახავთ, ხო? ხო და აი ისეთი ვერ იყიდებ ფეხებზე რა, ეგეთ რაღაცა შანსი არაა. მართალია ზუსტად ეგრეა, მეც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს კი იცი, თან მით უმეტეს ბავშვებს ძალიან უყვარდა რაღაცა ისეთი ტკბილი და ისეთი ერთგულე სიტყვებს რო გეუნებიან ხოლმე, იმენა რო არ დაგიმალო. ჩემი კაი დრიფტი, მაგრამ სამწუხაროდ ყველგან ვამბობ ხოლმე. რო არ დაგიმალო. ბოლო 2 წელია, რა ვიცი, ძალიან უკან წავიდა საქართველოში დრიფტი. დიდი მე ჩემი გადმოსახედიდან დიდი არეულობა არის 2026 წელი ჩემთვის რა. ანუ სად რა მიმართულებით მირჩევნია გასვლა, მეც არ ვიცი. წეღან იმიტომ მოგიყევი ეს ყველაფერი, რომ არჩევანის წინაშე რო დავდგე რა. რომ ყაზახეთი თუ საქართველო რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ჯერ არ ვიცი. ფაქტი არის ის, რომ ამის გარეშე ვერ ვძლებ, დედასვისა ვარ, ერთი კვირა რომ გადის და მართლა გეუბნები ხა რაღაც ისე გამომდის. მურიანი რაღაც ტიპივით გამომდის, მაგრამ ერთ კანჩს თუ არ გადაუჭირე, ღამე წესიერად ვერ ვიძინებ. ეხლა წინაზე ფარები დავაყენე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოიხედა თვალებში. სიუიამ და კმაყოფილი ვარ რა და ფაქტი არის ის, რომ ამის გარეშე ვერ ვძლებ, თუმცა რაღაცა მიმართულება უნდა ავირჩიო, რომ მოდი აი ხა აი ამას გავუყვეთ. ან იგივე გავურძელოთ ან რაღაც რა. იდეა მაინც ის არის, რომ ხალხი ჩემი აზრით ჩემს მნიშვნელოვანი რა არის, ნახე. ხალხი გქომაგობდეს, თუ გაქვს პონტი, რომ საქართველოს სახელი სადმე წარმოაჩინო როგორც მაგრები, აი ხო არ გადაო საქართველოსთან ჩამოდიან, აი ეს ვიღაცამ რო თქვას რა, მაგრად ასწორებს, ეგეთი თემა და პლუს განვითარების მომენტი, რომ თუ მართლა ვინმეს ევასება დრიფტის თემა, არ მინდა რომ რაღაც პონჩი მოკვდეს საქართველოში, იმიტომ რომ იყო ხოლმე მაგის რისკების ხედავდი და იხაც რაღაცებს ხედავ ხოლმე. და არ არის, ანუ საქართველოს ჩემპიონატი ცოცხალი იყო ბოლო ეტაპი? ბიჭო, წელს სამწუხაროდ ცოტა ნეგატიურად დავინახე მე ყველაფერი. სიმართლე გითხრა, აი პირველი შეჯიბზე, როდესაც გასულებს უყურე მე, რატომღაც ჩავთვალე, რომ მეთქი მე რო არ გამოვდივარ, მეთქი მაგიტო უყურებ თქო ესე ნეგატიურად თქო. ხო იცი, აი შენი გაკეთებული საქმეს რო უყურებ და რო გევასება, იმიტომ რომ შენი გაკეთებულია, ხო იცი? ეგრე ვარ ხოლმე მე შეჯიბრებზე რა, შეჯიბრზე მე რო გამოვდივარ, აუ მაგარი შეჯიბრია და მეთქი ეგ მჭირს თქო რა, რომ მე რო არ გამოვდივარ, აუ ბანძი შეჯიბრი გახდა თქო რა და რაღაც სუბიექტური გადმოსახედია მეთქი, მაგრამ მერე რო ცოტა რეალურად ეგრე არის. რა არის ისი? ნახე ძალიან ელემენტარულია. ჩემთვის რა არის შეჯიბრზე ძალიან მნიშვნელოვანი. მაგარი გასვლები უნდა იყოს. დაჟე შეიძლება აი შედეგობრივად ინვე რაღაც არაჩვენოს, მაგრამ ისეთი გასვლები უნდა იყოს, რომ აი ჟრუანტელს რო გივლის, ხო იცი, აი ჩახტომები და აი წოლები და რაღაცეები. რავი, ბაირანები შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, კიდია, მაგრამ გასვლები უნდა იყოს ისეთი, რომ აი მე მახსოვს ჯეიმზინის რაღაც გასულებს, აი მართლა გემონები 10-12 ჯერ მიყურებია როგორ იცი გადაბმულად. აი ესე რომ მორჩება, მე თავიდან რო უყურებ. აბა იხა რა ქნა და როგორ ქნა რა და ეგეთ გასულებთან ხო ხტები ვაფშე ახლოსაც არის. ვაფშე არ იყო ახლოს რა. ვაფშე სხვაგან იყო იხა. არ მინდა რომ მე იქ რაღაც ცუდად ვილაპარაკო ვიღაცაზე და რაღაც ანუ ყველა საიდანღაც მოვდივართ. მეც ანუ თავიდან რო დავიწყე დრიფტი, მეც ეგრე დავდიოდი და უარესასაც დავდიოდი რა. ვინმე არ მინდა რომ შეურაცხყოფათ მიიღოსო რაღაც. მე 22 წელიწადში რო უყურებდი იმ ვიდეოს რო თუმცა მე რასაც ხედავ, ეხა რაღაც პერიოდი რო აი მაგარი გასვლები გქონდა ხოლმე, ზოგადად ვიზახი რა, ანუ შენ ნოდო შალიკა მეულუდა, კირვალაც რო დადიოდა, მე მაგრად მევასებოდა ჯავახაც რო დადიოდა. ანუ შეჯიბრები იყო ხოლმე რომ აი იმენა აი რაღაც ერთი მონაკვეთის, აი Facebook-ზე სადმე რო დადებდნენ ტიპები 50-100-ში არ იქონდა ხოლმე რა, ისეთ ან ეფექტური იყო რა. და მუღამი აქვს მაგ ყველაფერს რა და მე რაღაცა აი თვები რასაც იდა. რა ვერა რა, ის ვეღარ ეწყო ხო. ხო და გული რომ ვერ განვითარდა, აი ეს მანქანის გამოყენების შანსი არ გაქვს. ხო მარტო მანქანის მან ხო იცი რამდენად კომპლექსურად ხდება აი ყველაფერი რა, რომ ბევრი თემა არის შეჯიბრის უკან. ეხა ყაზახეთის თემა რო ავიღოთ მაგალითად, კი ფინანსები მეტია იქ, მაგრამ შენ როგორც მაყურებელი რომ მოდიხარ, უფრო კარგად ერთობი. აუ, ეხა დავამუღამ, ეხა უკვე რა, მაგარი საინტერესო რაღაცა აღმოვაჩინე, ეხა რო ვიყავი იტალიაში. რბოლები რო ტარდებოდა, ტიპები აი წარმოვიდგინე, ერთი 1500-2000 კაცი იყო მისული და
უმეტესობა 70-80% ბოლოს არ უყურებდა. იცი რა მაინტერესებდა? ევასებოდათ მანქანების ახლოდან ნახვა, მრბოლელებთან საუბარი, დვიჟენიის გაცნობა, რომ აი რა ხდება რა, იქ ხმაური და რაღაცა და ვაიბში შესვლა ცდილობდნენ რა. დრიფტმასტერზე ზუსტად იგივე იყო. ხო, ეგ ნახე, ეგ ბაზა შესაქმნელია რა. თუ გინდათ დავკათოთ. გინდათ? არა, გავზევთ შოუ. ხო და ეგ ბაზა შესაქმნელია. მაყურებელი რომ მოდის, რაღაცით უნდა ისე ჩაიტრიო ტიპი და ოქროს უალედი უნდა დაუშვა რომ რბოლელთან მივიდეს და მანქანებთან მივიდეს რა. არ შეიძლება ისე განრიყვა რა. აი რომ მე მესმის რომ ეხა მეც ხო ბოლელი ვარ და რა ანუ ვიცი რა რომ მანქანას რო ამზადებ რამდენად რთული შეიძლება იყოს შენ წინ რო 10 კაცი დგას უცხო და გასასვლელს არ გიტოვებს რომ მანქანასთან მიხვიდე მაგრამ საათებით და რაღაცებით ისე უნდა იყოს გადანაწილებული ეგ რომ მაყურებელი რომ მოდის იმედი კონდეს რომ შენთან გიო კოდუასთან სიტყვაზე მოვა ხელს ჩამოგართმევს სურათს გადაიღებს შენ მანქანასთანაც სურათს გადაიღებს რა და კმაყოფილი წავა ეგ არის ცოტა უგეცოდ დასაორგანიზებული და ეგ არის მთავარი ჩემი აზრით იმიტომ რომ ყველა ღონისძიებას ეგ თან ახლავს კარგი ფორმულა 1 იყოს ფორმულა 1-ს ახლავს შეჯიბრზე მარბოლელზე და მაყურებელზე უნდა იფიქრო აი ეგენი არის აი რა ჯიბეზე თუ არის ფიქრე რა გამოვა არა საორგანიზაციო კუთხიდან გეუნები მე თორე ხო და მაგას მეც საორგანიზაციო კუთხიდან გეუნები ჯიბეზე თუ არის ფიქრე აბა რა აზრი აქვს იმენის შეტარებას არა ანუ კომერციული უნდა იყოს ანუ კომერციული უეჭველი უნდა იყოს არა ეხა იქ რამდენად კომერციული იქნება რა ყაზახეთში უფრო მეტად გინასია რო საქართველოში ბიჭო ყაზახეთში ეგ ხო ხდები ეგ ისეთი თემა არის რომ აი გოგას რო შეიკეთო სად გინდა სიარული ჰიბინო იქ კაი ხა გოჩა რამოსატანია იმ ქვეყნიდან მაგრადადის ეგო ხერი ძალიან მაგრადადის რა მაგრამ ჟიური არის გოგა და ხო არ უშვებენ და სწორადაც შვებიან მაგრამ ეგ სასტავი რო იჩითება ხო იდეა ის არის რომ შენ რაღაცა შეიძლება ისწავლო რა ტიპებს აქვთ ჩვენზე 100-ჯერ მეტი დახარჯული და გამოცდილებაც მეტი აქვს გინდა თუ არ გინდა ეგრეა და მინიმუმ მეც მაგრად მინდა ხო წავიდეთ წავიდეთ დავგაზეთ მოკლედ სპონსორები გვინდა რომ დავგაზოთ აი სვათ შორს ნახე კაი რაღაცა გამახსენე შენ რა მეც სანამ YouTube-ს დავიწყებდი და რაღაც მაგრად ძალიან მაგრად ჭირდა სპონსორის შოვნა YouTube-ი რო დავიწყე ერთ-ერთი მიზეზი იყო ზუსტად რომ სპონსორი მეშოვნა მაგით და დღეს ჩემი აზრით დრო იყო იმისი რომ დრიფტი ყოფილიყო ისეთ ეტაპზე რომ სპონსორები ხშირად უფრო მოსულიყვნენ მინიმუმ ტოპ 5 მონაწილესთან ერთად. ანუ ისეთ დონეზე უნდა გქონდეს ჩვენ დრიფტი და გვაქვს მაგის პერსპექტივა რა. იქ ევროპაში სტადიონებს იღებენ, ბიჭო, სტადიონს იღებენ, ჩემი კაი. და ტრასას აგებენ რამოდენიმე დღე. და სხვათა შორის დათვლილი მაქვს ეგ თემა. დათვლილი მაქვს და ტიპები პლუსში გადიან. იმიტომ რომ სტადიონი ივსება მაგ ივენტით. მაგრამ იმენა ტუდა და ისე ნელი ივენტია. სასწაულის ანახაობა არის სტადიონი ინგრევა და ყველას ეგ და მარტო გავსების გარდა კიდე კომერციულად იმდენ რაღაცას ყიდიან და იმდენი რაღაც არის რაც ჩვენ თქვი თუნდაც ჩვენთან ეგ კულტურა ჯერ კიდე არ ჩამოყალიბდა და ვერ გვაქვს ბოლელებს თუნდაც მაისურების რო გავყიდოთ მრბოლელება თუნდაც ხელი მოუწეროთ ჩვენ ფლაიერებზე თუნდაც გახსნის დროს რო დროშებით გავიტანოთ რა 3-4 წლის წინ იყო ზუგდიდში პირველად ეგ თემა და მე მაგრად გამისწორდა ფლაიერები დავარიგეთ ხელი მოუწერე და სუპერ იყო ეგ რაღაცა ის იყო ეგ იყო მაგრამ ეხა ნუ ეგ ერთი თემა ორგანიზატორების მხრიდან არ ვიძახ თვითონ ბოლელების მხრიდან ვიძახ ანუ დრიფტმასტერზე ჩადიხარ ყველა ბოლელს თავის კუთხეში თავისი ფლაიერები აქვს თავისი მაისურები აქვს კეპები აქვს რომელსაც 50-20 სიმბოლური ფასები აქვს ყიდულობ ანუ ჩვენი კულტურა ვერ გვაქვს რომ მაგითაც კიდე ხო ნუ ნელ-ნელა მისასვლელები ვართ მაგრამ ასეა მაგის თქმა მინდოდა ბოდიში უცბად ვიტყვი რომ რამოდენიმე წლის წინ სადაც ვიყავით ანუ იქ დაპაუზდა და იქ გავიჭედეთ რაღაცნაირად რა აი გარდატეხა გვინდა ისე როგორც მაგამდე რა წერან ახსენე ნოდომ ბუჩქი მეულდი შენ კირვალამ ჯავახამ ტიპებმა რაღაც ეტაპიდან 2015 წლიდან უცბად გარდატეხა გააკეთეთ სადაც მოგარდავტყდით და იქ გავიჭედეთ გარდავტყდით რა უცნაური სიტყვაა ხო ანუ გარდავტყდით განვითარდით რა ეტაპზე იმ ეტაპზეც გავიჭედეთ კაროჩე ანუ ვეღარ მივდივართ წინ და წინ რა მაგის თქმა მინდა და იმედი მაქვს საქართველოში წინ და წინ წავალ და იმის შესაძლებლობაც გვექნება რომ კომპანიებმა იმის
დენი ფინანსები ბიჭო, ესეთი გვაქვს, დაჭერა მოგწენ რომ გვაქვს, აქაც რა. ვიაროთ, იქაც ვიაროთ ნახე, და ქართველებს კიდე მაგრად სხვაგანაც ვიაროთ. ქართველებს მაგრად გვევასება ავტომობილები. აი, ვაფანატებთ რა. სხვა ერებთან შედარებით, ჯერ მანქანებს შეხედე რევით დავდივართ. მაგრამ პრობლემა ისაა რომ მანქანა სპორტად ვერ აღიქვამდება. არა, ეგ კი, მაგრამ მე გეუბნები აი ძირეული, სურვილი რო ქართველი რო ხარ მანქანასთან გაქვს ახლო ურთიერთობა. აი, გინდაც ეხა ჩვენ რო კი, და ძირეულ ქართველს მოჭიდავე უფრო სპორტსმენად მიაჩნია ვიდრე ავტომრბოლელი. არა, ეგ კი, ბაზარი არა. მაგის მე იცი რა საითკენ მიყავს საუბარი, რომ ქართველებს გვაქვს პონტი, რომ საავტომობილო თემატიკა ძალიან მაღლა ავწიოთ, ვიდრე მაგალითად რაღაცა სხვა ქვეყანაში რა. ქართველებს რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მანქანებთან. მანქანების სიყვარული. მაგას ვიძახი რა და გვაქვს პონტი, ანუ საშუალება გვაქვს, რომ მაღლა ავწიოთ. პროსტო ვერ ვიყენებთ ბოლომდე რა. აი რაღაც გზები არის კარგად ხوان გამოს. აზრი როგორ ავწიოთ, მაგრამ გზები გაქვს. თუ იცი შეიძლება ბევრი გზები გამონახორე ისე საუბრობ ბევრი გზები აქვს. მე მგონი ორგანიზატორების რა თქმა უნდა, რავი. რაღაც. არა, არ არის ჩემი თემა. ანუ რთულია ეგ რა, საკმაოდ რთულია. მე რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაქვს და გამაჩნია, მაგრამ სხვათა შორის მე მახსოვს გიგისაც ჩამოუწერე, ჩემი გადაგზავნილი მაქვს, ნოუთებში მქონდა დიდი სია, მე რას შევცვლიდი, იმაში რა ქვია, შეჯიბრზე რა და რა შეიცვალა მაგ? არ მახსოვს ხა რა დაკმაყოფილდა რა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ეგ დიდი სია გადაგზავნე რა დაკმაყოფილდა იქიდან. ესე გაქვს მონიშნული, ნახე. მე ესე მაგ შეხედე, აი ის არის? ნოუთებში რა, აი საბურავები, ნახე, stop speed-ი, ნახე რაღაცები ის ვიყიდე, რა ვიყიდე, რა გადავიხადე. ხო. მანქანის ნაწილი. გავსი რაღაცაი. დან მაგ მონიშნული, რა შესრულდა მაგ? ეგ იყო რა 3 წლის წინ იყო, თუ 2 წლის წინ იყო, აღარ მახსოვს რა. ხო და ყველას თავის ხედვა აქვს და ანუ ხო ხვდები, მე პროსტო რაც შემეძლო რომ ერჩია, რომ აი ბრბოლელის გადმოსახედიდან აი ეს ხდება და ეს ჯობია გავასწოროთ. აი ეგ თემა იყო. ეგ არაწვალო, თორე ხმაური გექნება იმაში. ვიდეოში. მოკლედ გავიგეთ ყველაფერი ასე თუ ისე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ კონკრეტულად დრიფტის სახეობაში ქართველები, მე, შენ, ნოდო იმედია დაბრუნდება, შალიკა და კიდე ვინ შეგვემატება გრიგალა და ვინც წავალ საქართველოს გარეთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ვასახელებ და წარმატებას მოუტანთ ისე, რომ ჩამოვალს ფედერაცია მე თქვას, რომ აი სხვადასხვა განხრებს რო უშვებენ ხომ სხვადასხვა ჩემპიონატებზე ხომ მე ეს ჩვენს დრიფტერების გაგვიშვენ ხომ ბევრი სხვადასხვა განხრით ფედერაცია მე მაინც ვამოღამე სიმართლე რა ცოტა ზერელით უყურებენ დრიფტს როგორც სპორტს იმიტომ რომ მაინც ხო აი გართობის პონტია რა ხო ეს ახალ რესპონდენტი ჩავერთო ხო მოკლედ აღარ მაგრამ შეიძლება მოკლედ იმედია შეიძლება მეგობრებო ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი საუბარი თამაშის მე პატარა პოდკასტ განხილვა მოვაწყეთ ისე შევედით ემოციებში ვერ ჩერდებოდეთ კიდე ბევრი გვინდა ვისაუბროთ მაგრამ არ მოგაწყენთ თავს შემდეგი ვიდეოდან ჯერ არ მინდა გითხრათ რა ვიდეო მაგრამ გეგმა მაქვს რომ ორი ბრენდი ერთმანეთს დავაჯახო მანქანები ორი მანქანა გავანადგურო და ნახოთ რა იქნება. ანუ გამოცდის თვალსაზრისით ვიზახი დავაჯახო. მე წარმოვიდგინე აი ეს სტული გავაზრო, ესეც მივადებ ეს ერთმანეთს და მივაწვევი რომელიც გაწევს და რა. დიდი კაბა გახსოვს? კინოს. არა, დრიფტერია დიდი კაბა. არა? კარჩე. არ ვიცი რა დიდი კაბა. მე ჩtildeოეთ მეზობელი ყავს რა. და მან არის დიდი კაბა და ეგ იღებდა მაგ კონტენტს. ორი მანქანის გამოქანებას და რომელი დაამტვრევდა და Rolls Royce-ებს და რაღაცებს ამტვრევდა. Rolls Royce მე დღეს გაიჩი და შალიკას ვაჩუქე Rolls Royce-ს გაი არა მე გაჩუქებ მეთქი. საღო. მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ ამ ვიდეოს კომენტარებიდან გავათამაშებ ჩემს მაისურს, რომელსაც მე შენს გაჩუქებ ერთსალს. დავი გამოუშვი ამონი. და იაქტიურეთ კომენტარებში, დაწერეთ ბევრი კომენტარები, რადგან შემდეგ ვიდეოში გამოვავლინოთ გამარჯვებული და იმედი მაქვს თქვენი ზომა მექნება მაისური. თუ არ დამოგიწევს დაბეჭდა. თუ არა და დავბეჭდავთ არც ეგ არის პრობლემა. აბა დროებით გავიქეთით და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ადიოს. დათო მოდი. დავბრუნდით. ეხლა ეს არის ჩვენი ვიდეო, როგორ შეგპირდით მაისურს გავათამაშებთ, ხო? მაგრამ დღეს მაქვს ბონუსად, დღეს მაგავათამაშებ 2 მაისური. მოდი და თუ უბრალოდ ძალიან უკმაყოფილო ვარ.
ამ რაოდენობის ნახვებით უფრო მეც მოველოდებოდი. მეგობრებო, იაქტიურეთ, რომ უფრო მეტი ნახვები დაგროვდეს. ეხლა მოდი დავიტანოთ ეს ჩვენი ლინკი. გავაკეთოთ აქ. და გამოვავლენოთ ეხლა ჩვენი პირველი გამარჯვებული ვინ იქნება. ნახოთ აბა რა იქნება. 67 კომენტარი აქვს. მეგობრებო, არ დაგავიწყეთ, რომ ასევე ვაისვაბა მოიგო ჩვენი მაისური 1. ანუ გიორგი მოიგო ჩვენი მაისური, ვისთანაც რაზვას ვასწავლეთ, ხო, ვაისვაბა იქ იქნება უეჭვი. მეგობრებო, არ დაგავიწყეთ, უნდა იაქტიუროთ, ბევრი კომენტარები დაწეროთ, იმიტომ რომ ჩვენს ყველა ვიდეოში იქნება ბონუს პრიზები და გათამაშებები, როგორც ახლა ვაისვაბა. შეგვეხმიანე, შენ შეგვეხმიანე, ჩვენ არ შეგეხმიანებით. და გადმოგცემთ ჩვენს მაისურს. ეხლა კი უნდა გავათამაშო მეორეჯერ. ესე დავაჭირო ეგრევე, ხო? ეხლა ვათამაშებ. ის გამოვაკლო 65 დაეწერა იქ და ანუ მეორე ჯეო ლევან დ. ლევანი შეგვეხმიანე, შენ გადმოგცემთ მეორე მაისურს. აბა დროებით სულ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და ძალიან მაგარი ვიდეოთი დაგიბრუნდებით მეგობრებო, აი სასწაული ვიდეოთი. გარწმუნებული ვარ ამ ვიდეოთი იხალისეთ, მოგეწონა ჩვენი გასართობისა თამაშო ვიდეო, რომელსაც კიდე შემოგთავაზებთ. ჯეიზეტების მამა დავამარცხე, როგორც ახალმა მომავალმა ჯეიზეტის ფლობელმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო აპომოტორს, რომ ჩვენს გამომწერებს ანებივრებენ სხვადასხვა საჩუქრებით. ამასაც ნახავდით, ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი გამომწერი გიორგი, რომელსაც გადავეცით მოვლის საშუალებების სხვადასხვა კრებული, ესე თქვა, თუ როგორ დავარქვა. ნაკრები, სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა რაღაცეები. ახლა კი როგორც ნახეთ, გავათამაშეთ 2 მაისური ჩვენი გუნდის, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ერთი ვაისვაბა გაიჭიდა და მეორე არის ჯეო ლევანი დ. ორივე შეგვეხმიანეთ, მოგწერეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, ის იქნება Facebook თუ Instagram-ი და ჩვენს მაისურს საქართველოს მასშტაბით მოგაწოდებთ, გამოგიგზავნით თუ თბილისში არ იქნება თუ ვერ მოვახერხებთ შეხვედრას ერთმანეთთან. აბა დროებით და ძალიან მაგარი ეპიზოდით დაგიბრუნდებით.